შეჩერდით! ნაცმოძრაობის სასოწარკვეთილი მცდელობები პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გრძელდება. მიმდინარე კვირაში პოლიტიკური ველიდან თითქმის გაუჩინარებული ნაციონალური მოძრაობის ახალი სპექტაკლიც ვიხილეთ. ამჯერად საქმეში ნაცმოძრაობის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა ჩაერთო. 8 ივნისს კვირას დილით ბოკუჩავას მეუღლის კოტე იოსელიანის Facebook გვერდზე აიტვირთა ვიდეო, სადაც ის უტა ივანიშვილს 8 წლის წინ გავრცელებული სიცრუის გამო ბოდიშს უხდის. ვიდეოს წერ ბოდიშის მოსახდელად რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო გულწრფელად უტას ბოდიშს უხდი ამის შესახებ, რადგან ეს იყო სიცრუე. ვიდეოს გავრცელებიდან 26 საათის განმავლობაში თინა ბოკუჩავა მისი ქმრის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს არ გამოხმაურებია. მეორე დღეს კი ორშაბათს დილის 11 საათზე თინათინ ბოკუჩავა მართავს საგანგებო ბრიფინგს, სადაც გვიყვება, რომ მისი მეუღლე დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე კამერებით სავსე ადგილას, ვაკეში, კერძოდ ვაკის საცურაო აუზთან, 5 ნიღბიანმა პირმა ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვა. გაურკვეველი მიმართულებით თითქოს და გატაცებულს მთელი ღამის განმავლობაში ემუქრებოდნენ, საბოლოოდ კი აიძულეს ბოდიშის ვიდეო ჩაეწერა. არ მეშინია, არ გავჩუმდები. მიუხედავად იმისა, რომ მე ბუნებრივია მთელი ღამის განმავლობაში ვცდილობდი ჩემს მეუღლესთან დაკავშირებას, მას არ აძლევდნენ თავის პირად ტელეფონთან წვდომას. ღამით ჩაუსაფრდა 5 ნიღბიანი პირი. მას ეს 5 ნიღბიანი პირი თავს დაესხა, თუმცა მძიმე ფიზიკური დაზიანებების მიყენება მათ ვერ შეძლეს. ბოკუჩავას განცხადების საფუძველზე ოპოზიციურმა მედიებმა სკანდალი მაშინვე ააგორეს. ოპოზიციამ, ნაცენჯეო სექტორმა, ერთი მეორის მიყოლებით გამართეს პრესკონფერენციები. გააკეთეს ქართული ოცნების საწინააღმდეგო ჩვეული განცხადებები. საკუთარი აზრის დაფიქსირება თავად პატიმარმა სააკაშვილმაც კი უმოკლეს დროში მოახერხა და ხელიდან არ გაუშვა შანსი საზოგადოებისთვის თავი მორიგ ჯერზე შეეხსენებინა. მინდა მივესალმო საამაყო უმაგრეს თინათინ ბოკუჩავას. ყველაფერს აღსავლის საკვად. ძალიან მაგარია, არ მეშია, არ გავჩუნდები. ყველაფერი არ მეშია, არ გავჩუნდები. მართლაც შემზარავია წარმოიდგინო, როგორ შეურაცხყოფენ ჩვენ ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს ის ადამიანები, ვინც აკადრებენ საქართველოს მსგავს აქციელს. ბავშვები ჩანტაჟი, მოტაცებები, ბოროტ მოქმედება, რომელსაც არ იმსახურებს ეს ქვეყანა, არ იმსახურებს საქართველოს, არც მისი ისტორია, არც მისი აწყო და არც მისი მომავალი. ეს არის ქვეყნის მორალის, ქვეყნის საფუძვლების გრევა. ამგვარ ვითარებაში ხაზგასმულად ვამბობ, სრულიად წარმოუდგენლად მიგვაჩნია ამ რეჟიმთან რაიმეზე თუნდაც ირიბი თანამშრომლობა და უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია სრული ართანამშრომლობის რეჟიმი, სრული ბოიკოტირება მათ მიერ მოწყობილი სამარცხვინო სპექტაკლებისა. ის, რომ საქმე გვაქვს ნაცმოძრაობის და მისი თავმჯდომარის დადგმულ სპექტაკლთან, მოწმობს ისიც, რომ ბოკუჩავას ბრიფინგს ელვის სისწრაფით გამოეხმაურნენ არამხოლოდ ქართულ რადიკალურ ოპოზიციაში თუ NGO სექტორში, არამედ ნაცმოძრაობის ლობისტებიც საზღვარგარეთ. ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას ქმრის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, მუქარით რომელიც მათი შვილების უსაფრთხოებას ემუქრება. ვითხოვთ დაუყოვნებლივ და ეფექტურ გამოძიებას. ამ საქმის გარემოებები ჯერ კიდევ გასარკვევია, თუმცა ბრალდებების ხასიათი დადასტურების შემთხვევაში ძალიან სერიოზულია. პოლიტიკური ლიდერების ან მათი ოჯახების დაშინების ნებისმიერი მცდელობა ფუნდამენტურად შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან და ეუთოს ადამიანის უფლებების ვალდებულებებთან. საფუძვლიანი და გამჭვირვალე გამოძიება აუცილებელია ანგარიშ ვალდებულებისა და საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად. ბოკუჩავა დაიმუქრა კიდეც, რომ ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დევნის ფაქტებს ბრიუსელში მოუყვებიო. ბრიუსელში ისაუბრებთ თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ვიდრე ბრიუსელში ისაუბრებთ და ვნახავთ როგორი იქნება საერთაშორისო გამოხმაურებები. ნაცმოძრაობის მორიგ უნიჭო წარმოდგენასთან დაკავშირებით კითხვებმა კიდევ უფრო იმატა, როდესაც თინა ბოკუჩავამ TV პირველს ვრცელი ინტერვიუ მისცა. პირველ რიგში
რა თქმა უნდა, ეჭვები ჩნდება სიჩუმის 24 საათთან დაკავშირებით. იმ დუმილზე, რომელიც ვიდეოს გავრცელებიდან ბრიფინგამდე იყო, როდესაც არც ბოკუჩავას, არც თავად კოტე იოსელიანს საკითხთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც კი არ დასცდენიათ. სიჩუმე იყო მაშინაც, როდესაც ბოკუჩავამ თითქოს და ქმრის გაუჩინარება შეამჩნია და არსად დაუწერია, რომ ქმარს ვერ პოულობდა. რა თქმა უნდა, მას არც სამართალდამცველებისთვის მიუმართავს, რაც საკმაოდ უცნაურია. პირველი, მისი გაკეთებაც ამ დროს შეგიძლია პოლიციაში დარეკვა და გაუჩინარების შესახებ განცხადების გაკეთებაა და არა ლოდინი. კიდევ უფრო ალოგიკურია ბოკუჩავას აღწერილი ვითომ და გატაცების მომენტი. ბოკუჩავა ამბობს, რომ მის მეუღლეს 5 კაცი დაესხა თავს და ძალის გამოყენებით ჩატენეს მანქანაში. მიუხედავად ამისა, კოტე იოსელიანს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია. ბოკუჩავამ თქვა, რომ მისი მეუღლე ვარჯიშობს და ამიტომ 5 კაცმა მას ვერაფერი დააკლო. კი, ჩვენი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს პრაქტიკულად ვაკის აუზის გვერდზე. უბრალოდ ისე მოხდა, რომ როდესაც კოტე მოვიდა სახლში, ის ტაქსით სარგებლობდა და ბოლომდე, ასე ვთქვათ, სადარბაზომდე არ მოვიდა და ჩასაფრება მოხდა ოდნავ მოშორებით ჩვენი სადარბაზოდან, თუმცა ჩემი აზრით იყო ღამე, დაახლოებით პირველიდან 2 საათის მონაკვეთში იყო. ჩემი მეუღლე ვარჯიშობს, საკმაოდ ისეთ ძლიერ ფიზიკურ ფორმაშია და ალბათ მისი დამორჩილება და ასე ძალისმიერი მეთოდით მანქანაში ჩასმა მათ გაუჭირდათ და ამ მომენტში ძალადობას ჰქონდა ადგილი. თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ და კამერებით სავსე ადგილას, ვაკის საცურაო აუზთან, სადაც კამერები არა მხოლოდ საცხოვრებელ კორპუსს აქვს, არამედ გარშემო არსებულ თითქმის ყველა ობიექტს. ტერიტორიას ათეულობით კამერა უყურებს, სადაც ბოკუჩავას მტკიცებით თავდასხმა მოხდა. თუმცა, არც ბოკუჩავას და არც მის ქმარს კამერების ჩანაწერის ამოღება არ მოუთხოვიათ. ჩვენი კორპუსი, აი რომ წარმოიდგინოთ, პრაქტიკულად ჩიხშია სადარბაზო. ერთ მხარეს არის სკვერი და მეორე მხარეს არის ვაკის აუზის, ეგრეთ წოდებული ბენდუქიძის აუზის კედელი. ხოლო ამ შესასვლელთან გააჩერებინა ზუსტად ტაქსი კოტემ იმ დღეს და კამერებს რა შეიძლება დაენახათ? თქვენ თქვით, რომ არ გინახავთ ეს კამერები, თან სიბნელე იყო და თავიდან არა, კამერებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ კორპუსზე დამაგრებული კამერები სავარაუდოდ ასეთ დისტანციაზე ვერ გადაიღებდა, იმიტომ რომ საკმაოდ გრძელია ამ ჩიხის მანძილი, თუმცა ვაკის აუზზე დამაგრებული კამერების თვალთახედვაში, ასე ვთქვათ, შეიძლება მოხვედრილიყო აღნიშნული ფაქტი. შემდგომ იმ ამოსახვევიდან ანუ თქვენ არ დაინტერესებულ ხართ ვაკის საცურაო აუზის კამერებით? იცით რა არის ახლა, რა თქმა უნდა, ჩვენ როგორც კერძო პირებს, ხო, შეგვიძლია რომ მივმართოთ, მაგრამ რა ვიცი ხა, ალბათ უბრალოდ უხერხულობას გამოიწვევს ეს და არაფერ შედეგს. თინა ბოკუჩავას ვერსიით, კოტე იოსელიანს ვიდეო მისსავე ტელეფონში, კონკრეტულად კი iPhone-ში ჩააწერინეს. თუმცა ტევ-პირველის ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, რომ iPhone-ი იმახსოვრებს სად არის გადაღებული ვიდეო და ხომ არ უნახავთ ეს ლოკაცია, ბოკუჩავა ფაქტობრივად ვერ პასუხობს. iPhone-ი აქვს? კი, iPhone-ი აქვს. ანუ iPhone-ს აქვს ესეთი ოპერაციული, ხო, ესეთი ფუნქცია, რომ შესაძლებელია ვიდეოს ატვირთვის ლოკაციაც დადგინდეს. ანუ ხომ არ გინახიათ გადაღების, უпростоრეთ აი სად მოხდა გადაღება? არა, სხვათა შორის ძალიან სწორი შენიშვნა, უბრალოდ გუშინ სიმართლე გითხრათ, იმდენად რაღაც მძიმე დღე იყო. საინტერესოა ისიც, რომ კოტე იოსელიანს აღნიშნული ვიდეო დღემდე უდევს და არ წაუშლია მისი Facebook გვერდიდან. პოსტივის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ არ შლის ვიდეოს, ამბობს, რომ ეს ვიდეო მისი ერთადერთი მტკიცებულებაა, თუმცა რისი მტკიცებულება გაუგებარია. დადებული არ არის ეს ვიდეო მასალა თქვენს Facebook გვერდზე. ამ დრომდე რატომ გიდევთ და რატომ არ წაშალეთ? ეს არის მტკიცებულება, რომელიც იქნება მთელი ცხოვრება ჩემს ვალზე. რატომ არ შლით თქვენი ატვირთვა? რატომ უნდა წავშალო? ანუ თქვენი ატვირთვა. ჩემი ტელეფონით აიტვირთა ჩემი ჩაწერილი ვიდეო. თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ 8 წლის წინ მისმა მეუღლემ უტა ივანიშვილს გავრცელებული ცრუ ინფორმაციის გამო ბოდიში მაშინვე მოუხადა. თუმცა ინტერნეტ სივრცეში ასეთი განცხადება არ იძებნება. თქვენ ამბობთ, რომ უტა ივანიშვილისთვის აქამდე ბოდიში გაქვთ მოხდილი, თუმცა არქივში არანაირი მასალა არ იძებნება. როდის ნას ნიშნავს არქივში არ იძებნება?
რა სად უნდა ნახოს ჩემი ბოდიშის მოხდა სად უნდა ნახოს აი არქივში არის ძებნა ყველა სააგენტოში არის გამოქვეყნებული ბოკუჩავას მიერ გაჟღერებული ურთიერთგამომრიცხავი ფაქტების გადასამოწმებლად ჩვენ წერილობით მივმართეთ როგორც თინა ბოკუჩავას, ისე ნაციონალურ მოძრაობას. თუმცა, წერილობით კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია, რადგან არც თინა ბოკუჩავას და არც ნაციონალურ მოძრაობას ჩვენს საკმაოდ ლოგიკურ კითხვებზე პასუხი არ ჰქონდათ. ამაში კი კიდევ ერთხელ მაშინ დავწმუნდით, როდესაც თინა ბოკუჩავას ნაციონალური მოძრაობის ოფისში მივაკითხეთ და მას კონკრეტული კითხვები დავუსვით. ჩვენ თინა ბოკუჩავას პირველ რიგში წარსული შევახსენეთ, თუ როგორ ეძებდნენ ის და მისი ოჯახის წევრები ადმინისტრაციული წესით დაკავებულ კოტე იოსელიანს. გამაგებინეთ სად არის ჩემი სიძე? არც ერთმა სამსახურმა არ იცის სად არის. გამიგეთ სად არის ჩემი სიძე? ტელეფონით. გამი არ მინდა ეს ლაპარაკი მორჩა უკვე ნახევარი საათია ვისმენ. ჩემი სიძე სად არის გამაგებინეთ? ამ შენობაშია კოტე იოსელიანი და მინდა გავიგო სად იმყოფება. არ ვიცი რატომ ამ შენობაში ვინ არის? ამ შენობაში უამრავი ადამიანია. ბანდიტების მოტაცებულია ესე იგი. ესე იგი ბანდიტებმა გაიტაცეს მაშინ. ამ ფონზე კი ღამით თითქოს და გაუჩინარებული მეუღლის შესახებ დუმილი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. რატომ არ ატეხა განგაში მეუღლის გაუჩინარების გამო? რატომ არ მიმართალ სამართალდამცველებს, ან რატომ არ ითხოვა დახმარება სოციალური ქსელების მეშვეობით? ჩვენმა კითხვებმა ბოკუჩავა საკმაოდ დააბნია და პირველ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ პასუხის საერთოდ არ გაეცა. ვინ ღამით როცა ვერ დავუკავშირდით თქვენს მეუღლეს, სამართალდამცველებს მიმართეთ თუ არ მიმართეთ, რატომ არ მიმართეთ, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ თქვენი მეუღლე რომ დააკავეს ჩვენ გვახსოვს, თქვენი რეაქცია მაშინ ძალიან აღელვებული ყავით, ყოველთვის აკეთებდით მისთვის გასარკვევად სად იყო. აი ამ შემთხვევაში რა შეიცვალა, რატომ არ მიმართეთ მაშინ, რატომ დაელოდეთ მეორე დღეს? ან პოსტი რატომ არ დაწერეთ, ან რაღაცა განგაში სიგნალი რატომ არ მიეცით, ან რა ვიცი ბრიფინგი ჩაგეტარებინათ თუნდაც, ან რატომ ელოდებოდით მეორე დღეს? ეს ხომ არ არის რაღაცა ყურადღების მისაქცევად, იმიტომ რომ რაღაცა ახლა აქტუალურობა დაკარგა ნაციონალურმა მოძრაობამ. რა არის ბოდი? უკაცრავად ვერ გავიგე, ეს ბოლო ნაწილი ვერ გავიგე. მისაქცევად ხომ არ მოხდა? რა? ხომ ეს ყველაფერი რასაც თქვენ ამბობთ. ან თუ რეალურია ეს და თუ გაიტაცეს და თუ თქვენ ფერი ღამე ვერ უკავშირდებოდეთ. მე დაიწყე რატომ არაფერი არ იგონეთ ამ დროს. რა არ ვიცი კორექტურობის ფარგლებში თუ შევძლებ რომ გიპასუხოთ. ქალბატონა თია, ამიტომ მე ნება მომეცით რომ არ გიპასუხოთ საერთოდ, ხო? ანუ არ გაქვს პასუხი, რატომ არ მიმართეთ იმ წუთასო სამართალდამცავებს, ან რატომ პოსტი მაინც არ გამოაქვეყნეთ თუნდაც. ბრიფინგის ჩატარებაზე არ მაქვს საუბარი. ან ფაქტია რომ განსხვავება იყო მაშინდელ თქვენი მეუღლის დაკავებასა და დღევანდელ ფაქტს შორის, რაც ახლა მოხდა. ან რა შეიცვალა მაშინ? მეგობრებო, დავასწრებით. თუ გაკითხვა და სვენ ავტოსის განცხადების ფონზე, თუ კი გასწავლე პასუხი ტუსკის. თქვენი ამოწურეთ. არა, ტუსკს უპასუხებ, არ არის პრობლემა. ქალბატონი ნათიას უმსგავსობას არ უპასუხებ. რატომ არის ქალბატონი ნათია უმსგავსობა? რა არ არის უმსგავსობა, რომ აბრალებთ, რომ მოვიგონე როგორ გაიტაცეს ჩემი ქმარი? რას ქვია? რას ამბობ? საერთოდ რას ამბობ? გესმით საერთოდ რას ამბობ? გესმით საერთოდ რას ამბობ? რომ ჩემს შვილებს ამხელა ისვამთ კითხვას. ძალიან ხაო მაკუნა თუ შეიძლება. ტუსკზე ვისაუბრებ. თუმცა, როგორც ჩანს, მალევე მიხვდა, რომ დუმილი მის სიცრუეს კიდევ უფრო ამხელდა. ამიტომ მოგვიანებით კვლავ შეეცადა ვითომ და გატაცების ისტორიის მოყოლას. რადგან თქვენ ეთყობა არ მოისმინეთ ეს ეთერი და დღეს ასეთი უღირსობა იკადრეთ, კიდევ ერთხელ მოვყვები ამ დეტალებს. თუმცა რაც მოყვა, კიდევ უფრო აბსურდულად გამოიყურებოდა. დაახლოებით 6 საათისთვის აღმოვაჩინეთ, რომ კოტე არ იყო სახლში, იმიტომ რომ მე ბავშვებთან ერთად მას მერე რომელი ზღაპარი წავიკითხეთ არ მახსოვს. სამი გოჭი უყვარს ყველაზე ძალიან ლუკას და ალბათ იმ ზღაპარს წავიკითხავდით, მაგრამ არ მახსოვს და შემდეგ დავწეკით და ბავშვებთან ერთად დამეწინა. და ჩემი მეუღლე არ იყო სახლში. ამიტომ მე არ ვიცოდი ღამის განმავლობაში ჩემი მეუღლე მოვიდა თუ არ მოვიდა სახლში.
დაახლოებით დილის 6 საათისთვის აღმოვაჩინეთ. კოტე არ იყო სახლში. ბოკუჩავა ცდილობდა სრული სერიოზულობით ჩვენთვის დაეჯერებინა, რომ ქმრის სახლში არ ყოფნა გვიან კი შეამჩნია, მაგრამ მის მოსაძებნად არაფერი უღონია. გამთენიისას კი ქმრის SMS დაელოდა, რომელიც ამბის მოგვიანებით მოყოლას დაპირდა. კოტე მეუბნება, რომ აქ აღარ მომწერო, ვერ გირეკავ, მაგრამ სადღაც ხრის მერე მოვალ სახლში და აგიხსნი ყველაფერს, რაც მოხდა. მივხვდი, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა, იმიტომ რომ მისი ხმის ტემბრიდან გამომდინარე საკმაოდ ადვილად იყო აღქმადი. როგორც ბოკუჩავა ამტკიცებს, კოტე იოსელიანის სახლში კვირა დილას 10-ის ნახევარზე დაბრუნდა და უთხრა, რომ გაიტაცეს. 10-ის ნახევრისთვის ის დაბრუნდა სახლში, რა დროსაც მე ბავშვებს ვაჭყევდი და მთხოვა, რომ გვერდზე ოთახში გავსულიყავით და მიამბო ეს ამბავი. დეტალებში ვერ, იმიტომ რომ 10 საათზე უფროსი შვილი უნდა წაეყვანა ფეხბურთზე, თუმცა ის მითხრა, რომ მოხდა მისი გატაცება, ძალადობრივი გატაცება. ბოკუჩავას აბსურდი აქ კიდევ უფრო მძაფრდება. როგორც ნაცმოძრაობის თავმჯდომარე ყვება, მას შემდეგ რაც ქმრის ვითომ და გატაცების ამბავი გაიგო, კვირა დღეს მან და მისმა ქმარმა ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელეს. არც განგაში, არც ბრიფინგი, არც ერთი სიტყვა სოციალურ ქსელში. თინა ბოკუჩავა ბრიფინგს მხოლოდ ორშაბათს, როგორც თვითონ ამბობს, ქმრის სახლში დაბრუნებიდან 26 საათში მართავს და საზოგადოებას მასზე ხელისუფლების ვითომ და ზეწოლის შესახებ უყვება. რაც მთავარია, თინა ბოკუჩავამ არც ღამე, როდესაც მისი თქმით ქმარი ვერ იპოვა, არც მას შემდეგ, როდესაც თითქოს და გატაცების ამბავი გაიგო და არც ბრიფინგზე სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავს და საქმის გამოძიება არ მოუთხოვია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება. არ მიუმართავს იმიტომ, რომ სინამდვილეში სათქმელიც არაფერი ჰქონდა, რადგან ეს მორიგი უნიჭო სპექტაკლიც მხოლოდ ერთ რამეს ემსახურებოდა. მორიგ ჯერზე ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ოცნების ხელისუფლებაზე თავდასხმას, ნაცმოძრაობის აქტუალიზაციას. ბრიფინგის ჩატარებისთვის დროც საგანგებოდ შეირჩა ორშაბათი. იოსელიანის მიერ Facebook-ზე ვიდეოს გავრცელებიდან 26 საათის შემდგომ, როგორც ჩანს, დეზინფორმაციული კამპანია კვირას სათანადო ყურადღებას არ მიიქცევდა.